ახალი ორპარტიული კანონპროექტი ამერიკის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით სენატორები ჯო უილსონი და სტივ კოენი ამერიკის ადმინისტრაციას თხოვენ მოამზადოს გასაიდუმლოებული შეფასება საქართველოში რუსული და ჩინური დაზვერვის შეღწევის შესახებ. დოკუმენტი ითვალისწინებს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების 5-წლიანი სტრატეგიის გადახედვასაც, რაც მოიცავს სამმავლო დაფინანსების შესწავლას და იმის შეფასებას, რჩება თუ არა თბილისი დასავლეთთან კავშირების გაღრმავების ერთგული. მიწა, რომელზეც ტრამპ თაუერი უნდა აშენდეს, ჯერ კიდევ ივანიშვილის ქართულ ფონდის საკუთრებაშია. BMG-ს ცნობით, ცენტრალ პარკ ავენიუსთვის თითქმის 67,000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის გადაცემა ამ დრომდე არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება 2023 წელს არის გაფორმებული. მე მივიღებ გადაწყვეტილებას იმ ტერმინით ვესაუბრო ადამიანს, ვინც რას იმსახურებს, ასე პასუხობს კალაძე ცოტნე ივანიშვილის განცხადებაზე დასმულ კითხვას, რომელმაც საპირისპირო პოზიცია დააფიქსირა. ძალიან სამწუხაროდ მიმაჩნია, რომ დისკუსია, რომელიც შეიძლება დაწყებულიც არ იყოს, დასრულდეს ქოცი რუსი აკაცუკი ნაცის ძახილით, თქვა ცოტნე ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ. ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის პრორუსი რუმენ რადევის პარტია იმარჯვებს. ამ დროისთვის ბიულეტენების 91%-ზე მეტია დათვლილი. რადევის პარტიამ პროგრესული ბულგარეთი ხმების 44,7% მიიღო.